ანუ შეიძლება წარმოუდგენლად გეჩვენებათ ახლა მეგობრებო, მაგრამ დიდი ბრიტანეთი გახდება პირველი მუსულმანური ქვეყანა, რომელსაც ექნება ატომური იარაღი. დიდი ბრიტანეთი გახდა რამდენიმე დღის წინ ყველაზე პოპულარული ბავშვის სახელის დარქმევით ნომერ პირველი ევროპაში, სადაც ყველაზე პოპულარული სახელი ბავშვებში არის მუჰამედი. დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი კონტინენტზე ქვეყანა, სადაც არის ყველაზე დიდი სექსუალური ძალადობა, სექსუალური შევიწროება და არალეგალი იმიგრანტების მიერ გაუპატიურება ყოველ დღე. დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა კონტინენტზე, ანუ ინგლისი კონკრეტულად, სადაც ლონდონის, ანუ მათი ყველაზე ცნობილი დედაქალაქის მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე არის არაბი მიგრანტი. მეგობრებო, რაღაც სიგიჟეები ხდება, რაზედაც ახლა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის, ანუ ადგილობრივებს აქვს ძალიან დიდი წინააღმდეგობა და ბრიტანეთის ქუჩების მოიცვა ქაოსმა, არეულობამ, დაპირისპირებამ, რომელსაც აშუქებს როგორც ერთი მხრიდან Deep State-ის პირველი მედია Sky News-ი და მეორე GDP News-ი, რომელიც გახდა ყველაზე მოთხოვნადი და საერთოდ შეძახილები გამოდის, რომ ახალი ჯვაროსნული ლაშქრობები წამოვიწყოთ, გაუყაროთ ეს მიგრანტები, რადგანაც ჩვენ იდენტობა ხვალ უკვე აღარ გვექნება. რაღაც სიგიჟეები ხდება ბრიტანეთში, მოდი მეგობრებო, სანამ ეხლა ჩვენ ამ ვიდეოზე გადავალთ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გადაუზიაროთ მეგობრებს, ასევე გავუმყეთ ახალ ჩემს Instagram-ზე, სულ ახალია და ხო, დააფოლოვეთ, დააპაუზეთ ვიდეო და მე ისევ გააგრძელეთ. ახლა კი გადავიდეთ რაღაც სიგიჟეზე, რომელიც ახლა მოდი ესე ვთქვა, ცივილიზაციის ცენტრში ხდება. თუ რა უქნა Deep State-მა დიდ ბრიტანეთს. დავიწყოთ. We are a people of different faiths, but we are one. Which faith conquers the other is not the question, rather, the question is whether Christianity stands or falls. We tolerate no one in our ranks who attacks the ideas of Christianity. In fact, our movement is Christian. We are filled with a desire for Catholics and Protestants to discover one another in the deep distress of our own people. აი ამას ამობდა ჰიტლერი დიდ ბრიტანეთზე. ამაზე მე შემდგომ ვიდეო შევწერ. რა იყო ჰიტლერის წინასწარმეტყველება ევროპის მთავარ სამ ძირითად ქვეყანაზე, გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი. ამ ვიდეოს აუცილებლად განახებ შემდეგში. აი ეს არის მეგობრებო, აი მაგალ ნორვეგიის ყოველდღიურობა, აი შეხედეთ. ისლამი, მეჩეთები და მაქსიმალურად შევიწროებული ადგილობრივი მოსახლეობა. The Catholic Church should not deceive herself. If National Socialism does not succeed in defeating Bolshevism, then the Church and Christianity in Europe too are finished. Bolshevism is the mortal enemy of the Church as much as a fascist. ხომ აი ამ სპეციალურად არ გითარგმნით. ხომ მიხვდით ახლა შინაარსი რა არის? აი მარტო ვიზუალიდან გამომდინარე ხომ აიც მიხვდით. აი ხა მოდი გადავიდეთ შემდეგზე და უკვე დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. ადამიანი ვერ იარსებს ღმერთის წვენის გარეშე მართალი. ცნობილი სტრიმერი აგერ გამოვიდა ადინ როსი და სანამ საკუთარ ტურნეს დაანონსებდა დიდ ბრიტანეთში, წინასწარ გააგზავნა ესე თქვა პაბლიკზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომ ძალიან გთხოვთ ქვეყანაში რომ ჩამოვალთ, ნუ გამძარცოვთო რა. აი უსმინოთ. The UK, the country of the United Kingdom. I'm coming for the first time. Do not touch me, do not rob me, please. I'm not going to bring this watch. ახი, აი წარმოგიდგენიათ ლონდონი არის ყველაზე კრიმინალური ქალაქი ევროპაში. თელმა კონტინენტზე არის ყველაზე კრიმინალი, რენდომი კრიმინალი, ანუ შეიძლება ქუჩაში გამიდიოდე და უბრალოდ გამოგფატროს ვიღაცა დაგაგდოს და მოვყოდე. და თქვენ თუ გონიათ ამის გამო ის ადამიანი საშელის უმაღლეს ზომას მოიხდის, არამედ ძალიან წარეცდებით. 5 წელი მისცეს ხალხნო ვის იცით? არალეგალმა მიგრანტმა გაიტანა ადგილობრივი ბრიტანული ოჯახი, მანქანა 4 ბავშვი მოკლა, 4 ბავშვი მთრალ მდგომარეობაში ატარებდა მანქანას. 5 წელი მიცეს ხალხნო. დედას, მამას, მთელი მომავალი წაართვეს. აზლუმსიქერები რო არიან. ხო იცით არალეგალი მიგრანტები, ვინც გემებით რო ჩადიან გიბრალტარის სრუტიდან. 5 წელი მიცეს 4 ბავშვი მოკლა, ხალხო. დიდი ბრიტანეთის პოლიცია იჭერს ბრიტანელებს იმაზე, რომ საკუთარი ქვეყნის დრო შეგავთ ქუჩაში. ანუ მთელი ქვეყანა ბრიტანეთი არის საბჭოთა კავშირი გეუბნებით, ან ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირი. Facebook-ის კომენტარების გამო ხალხს იჭერენ იქ. და ეგ ხალხი ჩვენ გვასანქცირებდა, ანუ სერიოზულად, კარგით, მაგრამ აგერ განახეთ ცოცხალ ფაქტებს უყუროთ. I want to come to your country and buy and purchase. I want to help the economy. I will purchase clothing in the country. ნახე, ანუ მე მოვდივარ იმისათვის თქვენ ქვეყანაში ვიყიდო რაღაცეები, ანუ ნუ გამძარცოვთ, გთხოვთ, რადგან თქვენ ეკონომიკას უნდა შევმატო ეგ ყველაფერი. ამას ამას ცნობილი სტრიმერი ადინ როსი.
წარმოგიდგენთ რა მაღალზეა კრიმინალი სტრიმერი გამოდის წინასა და ანონსებს რომ მე ბრიტანეთში ჩავდივარ და ნუ გამძარცვალ და ნუ მომკლავთ ხალხო. და ვერ ვიღაც გამოვა და მართლა ინგლისიო და ბრიტანეთიო რაღაც ცივილიზაცია გეხვეწები. I'll make money. I'll pay my taxes in the country. Whatever I have to do. Please don't hit me. Don't rob me. აი უსმინოთ, ეხა უყურეთ, უსმინოთ. Mohammed has once again topped the list of baby boy names in England and Wales, the second year running at the number. მუჰამედი არის ყველაზე დარქმევადი სახელი ბრიტანეთში, ინგლისსა და უელსში. 9-დან 4 ბავშვს მუჰამედს არქმევენ. ან თქვენ წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე? ან თქვენ წარმოგიდგენიათ როგორი საიმიგრაციო ეთნიკური კატასტროფის წინაშე დგას ბრიტანელი ხალხი? და ეს ჩააყენა სწორედაც აი იმ სტრამერისნაირებმა, ეხა ვიწყავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ვინების წინა ის რო ინდოელი რო ყავდათ, მაგის დამსახურება. ბორი ჯონსონისნაირი მოწყვლადების, რომელსაც ომის გახანგრძლივება უკრაინაში სურთ და ამ დროს ბრიტანეთი იღუპება. აი ეს არის Deep State-ის ხელწერა. რატო აკეთებენ ამას? რატო არის ყველაზე მოთხოვნადი ბრიტანეთში მუჰამედს რატო არქმევენ? და რატო აქვთ დიდი უფლებები აზლუმსიქერებს, რომლებიც იქ არალეგალურად ჩადი? იცით რატო? იმიტომ რომ უნდათ რომ ბრიტანელი მოსახლეობა მოსწონს საერთოდ. მათ უნდათ, ეს არის გეგმა, რომელიც 50 წლის წინ დაიწერა, რომ ევროპული ცივილიზაციის და თეთრი რასა უნდა გადაშენდეს. ეს არის მაგათი მოთხოვნა. რაცაც პირველი Deep State აკეთებს მორგანები, როჩილდები და ეგ არის რომ მოწყვლადი გახადოს ევროპის კონტინენტი, გაიგეთ? უფრო მეტად ჩაასახლოს ის მუსლიმებით, აფრიკელებით, ზანგებით, ეს ამათი მიზანი. რადგან ეს რასა მეტად მართვადია ვიდრე ევროპული, რომელმაც წამოიწყო აგერ ჯვაროსნული ლაშქრობა. და ქრისტიანობა რა თქმა უნდა სამიზნეში მაგიტომაა. ამიტომ წარდგენ პოლიციელები ძაღლებს აგლეჯინებენ საკუთარ მოსახლეობას. დროშა X-ზე მქონდა, ჩემი X-ზე გადადი და ჩემი Wall-ს ჩამოუყევი და მადნახავთ როგორ იჭერენ ბრიტანელ, ანუ ადგილობრივს იმის გამო რომ ინგლისის დროშა აფრიალა. და თუ რა პატრიოტულს დაწერ, მაგის გამო სახში გივარდება სკოტლანდიარდი და გიჭერს ხალხო. და ეს დემოკრატიაა, დიდ ბრიტანეთზე მაქვს საუბარი, რუსეთი კი არ არის ბიჭო. რუსეთი იმენა დიდი ბრიტანეთია. ამას ისმენთ თქვენ, მე რატო გასმენთ თქვენ ეს არის GDP News-ი, Great Britain News, რომელიც არის ულტრამემარჯვენე იმის რა ქვია ჟურნალისტების კრება, რომელმაც თვითონ შექმნეს, ანუ საკუთარი სახსრებით შექმნეს ეს არქი საერთოდ და დღეს არის უკვე ყველაზე პოპულარული ამ არხმა ჩამოიტოვა BBC, Sky News-ი და ერთ-ერთი წამყვანი CNN-ი და ეგენი. რატო? იმიტომ რომ მოსახლეობას ადარდებს უკვე, ეს არის სერიოზული კატასტროფა, არის წინაშეც ბრიტანეთი დგას. დაახლოებით 50 წელში ბრიტანეთი იქნება 10-დან 1 მარტო ადგილობრივი. Number 1 spot. The name was most popular in 4 out of 9 English regions, according to new figures from the Office for National Statistics. Noah came close second, followed by Oliver, Arthur and Leo. Olivia kept the crown for girls for the 7th straight year, ahead of Amelia, Lily and Isla. Other top 10 picks include Archie, Ivy, Oscar and Florence. თქვენ წაი რასთან გვაქვს საქმე? აი გამოვიდა ბრიტანელი ხალხი და აწუხებს ახლა რა თქმა უნდა, რა აწუხებს ის რაც ხდება მათ ქვეყანაში. ეხლა ბრიტანეთში მაინც არიან პატრიოტები, ის რიოტები და ეგენი, რომლებსაც მართლა ადარდება და დაიწყო დაპირისპირება უკვე ქუჩებში რა. ბრავო. ფეხბურთის შეძახილებ, ფეხბურთის ჩანთებს გავს ამათი პროტესტი, იმიტომ რომ ანუ ძალიან ბევრი ხულიგანია ზოგადად ბრიტანეთში და ეს ხულიგნობა ეხა უნდა გამოიყენოს სწორედ აი მიგრანტების წინააღმდეგ. აია რომ არ ჩასწინებია. აია რომ საბოლოოდ არ დაიცა. Heavy clashes in England's southwest. Police tried to keep 2 groups of protesters apart in Bristol. ეხა სამსა Sky News-ი, ხა Sky News-ი რატო არის Deep State-ის მიერ მართული ტელევიზია. ოფიციალურად ებრაელებიზია, მე ძალიან კარგად ვიცი, შეიძლება ადმინისტრაციაში გადაამოწმოთ, ანუ საიტზე ნახოთ Sky News-ი არის ოფიციალურად მან დაქვემდებარებაში. ეხა უყურე რა დამპალია Sky News-ი, ხა მე რა კარგად ვერ ვყვევი, მე რატო ვიღებ ამ ვიდეოსო, თქვენ კარგად დაგანახოთ. ახლა GD News-ი ხო განახეთ, რომელიც აშუქებს მემარჯვენეების ინტერესებს ქვეყანაში.
რომელიც აი პრობლემები მართლა გამოაქვს. აი როგორ გავს Sky News-ი მთავარ ფორმულას და TV პირველს რა, ცალმხრივად მარტო. ეხლა ორე გამოვიდა და Sky News-ი ამობს ეს რაღაცას, რომ ხალხიო ის ნაცისტებიო, რომელიც გამოსულები იყვნენ რო ქუჩაში ნაცისტებს ეძახიან იქაც მემარჯვენეებს, ანუ შენ თუ შენი ქვეყანა გიო, ეგრევე ნაცისტი ხარ. და იმას შევია, რა ქვია, გამოვიდაო ანტირასისტული დაჯგუფებაო. ანუ ის ბრიტანელებიო, ვისაც უნდათ რომ აზლობები მიიღონო. ანუ თქვენ წარმოგიდგენთ რა დამპალი პროპაგანდა აქვთ, რომ ერთ-ერთი მწამყვანი მთავარი ბრიტანული მედია აშუქებს იმას, რომ უდიდეს ნაწილს აქ მიგრანტები უნდაო. ანუ თქვენ წარმოგიდგენთ რა დამპლები არიან? და დაპირისპირება მოხდა ეხლა აქ. ეს არის ანტისაიმიგრაციო და ანტირასისტული დაჯგუფებების შორის. Protests like this held at multiple locations across the UK. Anti-migration protesters facing off with anti-racism groups. ხო, ანტირასისტული და ანტიმიგრაციის ის რა ქვია, გენგების დაპირისპირება მოხდა რა. რა თქმა უნდა, ხელოვნურად შექმნილი იყო მეორე. რა თქმა უნდა, ანტირასისტული იყო ხელოვნურად შექმნილი. Heavy clashes in Liverpool too. Some protesters Liverpool, Manchester, Middlesbrough აქვს ძალიან სერიოზულად ასაკმე რა. ხო, ესეც სასტუმროები, აი აზლუმ სიქერები, მაგრამ ეხლა მაინც უცებ განახოთ რა ერთი რაღაც მინდა ნახო, ეს გამოვიდა, ეს არის აი სირბანა. აი ხო გაიგე ტერმინი, ეს არის ეს კაირსტრამერი არის სირბანა, აი ჩაულებრივი ფალოსა. აი ეს ადამიანი არის სირცხვილი დიდი ბრიტანეთის, ეს ადამიანი არის აი ეს როგორ შეიძლება ახსნა, როგორ შეიძლება უნდა დავამცირო ეხა ეს ადამიანი რა მდგომარეობაში ჩაყენა ბრიტანელი ხალხი. რა მდგომარეობაში ჩაყენა. ყველაზე არაპოპულარული, ყველაზე მეტად გინებადი და ყველაზე მეტად, რა ქვია, საძულველი პერსონა მთელ ინგლისში. აი ეს არის პრემიერი, აი ეს მთავრობა ლორდთა პალატა, თემთა პალატა და ისინი რო არიან ხალხო დამიეგზენი არიან მორგანების მარიონეტები. მე გეუნები და არავანერი ბრიტანული პოლიტიკის დამოუკიდებლად ავტონომია არ არსებობს. ესენი აკეთებენ რო შეიძლება ისრაელის სახელმწიფო შეგონეს, არა ეხა ბრიტანეთს ვერ მართავდნენ რა და ვერ მართავენ მორგანები და მათი ბანკები ამ თლიან ამ ქვეყანას. კარგი, ეს სპეციალურად გაკეთებული. ნუ ნაჯილ ფარაჯი არის ბრიტანული ულტრამემარჯვენე იმის პარტიის ლიდერი, მაგრამ ამ კაცში მე ვერ ხედავ მაღალ ტესტოსტერონს, რომელმაც შეიძლება რაღაც დადებითი მოახდინოს რა. The far-right Nigel Farage of Reform UK pushing for mass deportation. ხო, mass deportation უნდა დავიწყოთ, დეპორტაცია უნდა დავიწყოთ მასიური ამათიო, რომ რაღაც იმაზე, მაგრამ ამ კაც არა აქ ის. In London, Edward Godfrey. ის ვაიბები არა აქ რა. Wales has risen by აი ხავარეთ. There is an epidemic of foreign sex criminals in Britain. The number of foreign sex offenders in England and Wales has risen by just under 10%. 10%-ით გაიზარდა სექსუალური დანაშაულის რიცხვი არალეგალი მიგრანტებისგან ხალხო. 10%-ით. აი რატო ვებრძი გლობალისტებს და რატო ვებრძი ამ კატასტროფულ უბედურ მიგრაციას, თუნდაც საქართველოში. აი შედეგი რა მოაქვს. თქვენ რა გონიათ იგი ფერადკანიანები, ფილოსოფოსები კი არ ჩამოგდიან. არ ვიღაც ვისმა ისინი ჩამოდიან, ქალს პირველად ნახულობენ, აი კაცს პირველად ნახულობენ, ყველაფერს პირველად ნახულობენ. პაპუასი ბომჟები, აი აბორიგენები, რომლებიც ჩამოიყვანო, ეხლა და ცივილიზაცია ანახომათ. აი ეგენი ჩამოყავთ. და ისე რომ დაინახავენ ბრიტანელ ლამას, იმის მოხდენილ ქალს არისტოკრატს, გაუპატი, იმიტომ 10%-ით აგაზრდილი გაუპატიურების რისკი თქვენ წარმოგიდგენიათ, ანუ იმენ და არალეგალი მიგრანტები აკეთებენ ამ ყველაფერს. და აი ნაცისკამ რა. აი ეს იქაური ბრიტანელი შიგევროპელები. უყურე. Where are the Nazis? Oh yeah, Nazi scam off our street. Right, well, ხო არ გეცნობათ ეს სიტუაცია ნაცისტური სკამები ქუჩაშიო რა. აქაც ხო არის რამე შენი ქვეყანა თუ გიყავს შენ ნაცისტო, ფაშისტო. ან თუ შენი ქვეყანა გიყავს ფაშისტი რატო ხარ? ბოლოს ისე იზავა რომ ფაშისტს მართლა აქცევენ ყველაზე მაგარ სიტყვად სოფლიოში ვაფშე. მოდის ეს პერიოდი უკვე რა. ისრაელმა დაიწყო უკვე ამაზე კარგად მუშაობა. რაც უფრო მეტ ბავს ხოცავს მაგალითად პალესტინაში, მით უფრო იწევს ანტისემიტიზმი სოფლიოში. თავიანთი ბრალია. ეს ყველაფერი არის იმ ნეთანია ბიბის ბრალი, რომელიც ამ ყველაფერს პროცესებს ხელს უწყობს. აი იგივე მოხდება სოფლიოში. აი ბოლოს იმდენ ჩაგძახებენ ამ ყველაფერს, რომ მართლა გვაქცევენ მე მგონი, მაგათ. 1 in every 100 people in a migrant hotel in Britain is currently wanted for a crime. 4 more migrant boats in the Channel are heading for UK waters. აი როგორ შემოდიან ეხა ბრიტანეთში გიბრალტარის სრუტი და არალეგალი მიგრანტები. News Canal confirm around 400 small boat migrants are currently crossing the English Channel heading for UK waters. აი ხა დააკვირდით ეხა რა ფილოსოფოსები ჩამოყავს იმას არალეგალთა მიგრანტების იმას ნავს რა ფილოსოფოსები რა მწერლები და რა იმას აი დააკვირდით სახეზე დააკვირდით Sunday to almost 1,000 with good weather and light winds in the Channel more small boats likely to attempt the
illegal crossing throughout today and into tomorrow. It comes a day after the number of small boat migrants crossing the channel this year hit 10,000. Just 24 hours on, that figure is already up. დააკვირდით. კანის ფერზე დააკვირდით. ფილოსოფოსები ჩამოიყვანეს გიბრალტარის სრუტიდან. ფილოსოფოსები, მწერლები და მოვალე პროფესორები, რომლებიც ხვალზე გაუპატიურებენ ადგილობრივ მოსახლეობას. აი ეს არის ხალხო რეალობა. Around 10,500 for the year so far more. აი იმიტომ არის რა გლობალიზაცია არის ყველაზე დიდი სამყაროს კიბო. გლობალიზირებული მსოფლიო არის ყველაზე დიდი უბედურება რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. Less diversity, რაც მათი ან მიზანი რა არის, რომ გვაქციონ მსოფლიო ინტერნაციონალად, რომელსაც გვექნება ერთი ენა, ერთი ფული, ყველაფერი ერთი, რაც აი მართლა გამოცხადებაში წერია, რომ ესეთი უნდა იყოს, ანუ ეს კოსმოპოლიტური სამყარო, მოდი ესე რომ ვთქვა და ამ სამყაროში აღარ იქნება თავისუფალი დამოუკიდებელი და ეთნიკური იდენტობით ახსავსე მოქალაქის როლი. ან გლობალიზაცია მაგიტომაა ჭირი და პრობლემა კაცობრიობის, რომ გლობალიზაცია ახდენს შენი შეხედულებისა და ფასეულობების აღრევას სხვა შენთვის მტრულად და შენთვის ბევრად ცუდად განწყობილი ერების მხრიდან. აი ეს არის უბედურება ხალხო. როგორც მე ეკუმენიზმს არ მივესალმები ის რომ კათოლიკე მართლმადიდებელი ან მუსლიმი ერთ ტაძარში უნდა ვილოცონ მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები და ეკუმენიზმის ჩემთვის სრულიად მიუღებელი რაც არის პირდაპირ ანტიქრისტიანობა ისევე არ ვიღებ მე იმას ბაზარი არა გინდა ტურისტულად ჩამოდი იყავი ცოტა ხანი მაგრამ როგორც კი იმასე ადგი და აუდე მე საქართველოსდან სტუმარი ღვთისა ოღონდ დროებით მე კარები უნდა აი როგორც ეხა მე რო თქვენთან სახში მოვიდე ხალხო რა თქვენთან რომ დავაკაკუნო ეხა და ხო აი სტუმრად რომ მიმიღოთ ეხა რავი პატივი რომ ცეთ რავი სასმილით გამიმასპინძლდეთ საკვებით გამიმასპინძლეთ რაღაც დრო ვატარო და რავი კვირობით რო დავრჩეთ თქვენთან რა ეხა კაი ერთი დღე კაია ორჯი კაი არა კაითრი ეხა აქედან ანუ ესე უნდა ვიყოთ ხალხო ნახეთ მე მივესალმები იმას რომ როგორც კარგი როგორც მოსულით გაგახარე მოსულით ისევე წასულით უნდა გაგახარო იქიდან რადგან არ უნდა მოაბეზრო ქვეყანას და როგორც ადამიანს თავი და ყველაფერი უნდა აკეთო დელიკატურად და ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ესენი არის პაპუასები, ესენი ცივილიზაციას რო ხედავენ აფრიკიდან. ხო, შენ იქიდან მაგა წაიყვან მერე? შანსი არ არის, იმიტომაა გაუპატიურების დიდი რიცხვი, იმიტომ არის შეურაცხყოფის დიდი რიცხვი. იმიტომ არის ქურდობის დიდი რიცხვი, რატო? იმიტომ რომ სადაც ინტელექტი არა და განუვითარებელია და არის პრიმატული პირველი თემური წყობილების წარმოადგენელი, იმისთვის კრიმინალი არის ერთადერთი ესე ვთქვათ, ქცევის კონსტრუქცია, რომელსაც ისახდენს სოციალიზაციაში ხალხთან. ამიტომ არა მიგრაციას, არა გლობალიზაციას, აი ეს მაგალითები ჩვენ ბრიტანეთისგან ვისწავლოთ, რომ არ მივიღოთ პირველი მუსულმანური ატომური ბომბით შეიარაღებული ქვეყანა და ამავდროულად ყველაზე მუჰამედ დარქმეული ქვეყანა. მეგობრებო, ეს არის კატასტროფა, დამიჯერეთ. ჩვენ ვებრძვით ინდოელ პაკისტანელებს, ესენი ებრძვიან იმენ არაბებს. ნუ ინდოელებმა თავის დროზე დაიპყრეს უკვე. ეხა უკვე მეორე ტალღა არის უდიდესი მიგრაციის. და ეს დაკარგავს ყველა ეთნიკურობას და ეთნიკურობა თუ დავკარგე, რაც ჩემ ფეხებად მინდა შენი ხელფასი, რაც ჩემ ფეხებად მინდა ის კაი ცხოვრება. არ მინდა რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ნაციონალური ევგენიკა, შევინარჩუნოთ თეთრი რასა და ვიბრძოლოთ ჩვენი კავკასიური მომავლისთვის. ეს არის ჩვენი ამოცანა. რავი, დაწერეთ დაბლა კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, დალაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს და ხო, როგორც GDP News-ი ატყობინებს ბრიტანელ მოსახლეობას სიმართლეს ქვეყანაში, ასევე მე თქვენ გატყობინებთ სიმართლეს და ვაშუქებ მხოლოდ ობიექტურ ინფორმაციას. დროებით.